წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მაღალ ანაზღაურებელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო იყო. სპორტიკოს შეფასებით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 292 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა სოციალური მედიის თვალსაზრისით მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაცია სულ სხვა ფეხბურთელი აღმოჩნდა. ხოლო თუ ვისი გამომწერების რაოდენობა გაიზარდა ყველაზე მეტად გასული მუნდიალის შედეგად, ამ დეტალებს ერთად შევიტყობთ. მეხუთე ადგილი ლამინი ამალი +11 მილიონი გამომწერი. 19 წლის ლამინი ამალი მსოფლიო ჩემპიონატის სოციალური მედიის ყველაზე დიდი გამარჯვებულების სიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი პოპულარობის ზრდას თან ახლავს კომერციული ღირებულების მკვეთრი მატებაც. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე იამალმა სპონსორებს შორის ამერიკული ბრენდი American Eagle დაამატა, რის შედეგადაც სპორტიკოს შეფასებით ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი მოედანზე და მოედნის მიღმა მიღებულმა საერთო შემოსავლმა 43 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში მეათე ადგილს იკავებს. ტურნირის განმავლობაში იამალის ინსტაგრამის გამომწერთა რაოდენობა 43.3 მილიონიდან 54.3 მილიონამდე გაიზარდა. ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი აუდიტორია ყველაზე მზარდია და სულ მალე უფრო დიდ ნიშნულს მიაღწევს. მეოთხე ადგილი კრიშტიანო რონალდო +11.4 მილიონი გამომწერი. მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდომ პროცენტულად მხოლოდ 1.7%-ით გაზარდა საკუთარი აუდიტორია, აბსოლუტურ რიცხვებში ეს მაინც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. პორტუგალიელმა მსოფლიო ჩემპიონატი 665.6 მილიონი გამომწერით დაიწყო, ხოლო დასრულების შემდეგ მის ანგარიშს უკვე 677 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. 41 წლის რონალდო კარიერაში მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა და ერთადერთი დიდი საერთაშორისო ტიტულის მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებას ცდილობდა. სწორედ ეს ისტორია მის გლობალურ პოპულარობასთან ერთად მილიონობით ახალ გამომწერს იზიდავდა. ამავე პერიოდში რონალდომ სპორტიკოს მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელთა რეიტინგში 295 მილიონი დოლარით ზედიზედ მესამედ პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი ჯუდ ბელინგემი +12 მილიონი გამომწერი. ბელინგემი ტურნირზე ინგლისის ნაკრების მეათე ნომრის სტატუსით დაბრუნდა. იგივე ნომრით, რომლითაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდა. მადრიდის რეალის ფეხბურთელი სპორტის მიღმაც აქტიურად აფართოებს საკუთარ ბიზნეს საქმიანობას. ცოტა ხნის წინ მან ინგლისური კრიკეტის კლუბ ბირმინგემ ფინიქსში უმცირესობის წილი შეიძინა და პარალელურად აგრძელებს სარეკლამო კონტრაქტების გაფართოებას. სპორტიკოს შეფასებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ბელინგემმა 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის მეცხრე საუკეთესო მაჩვენებელია. მსოფლიოს ჩემპიონატზე მან 7 გოლი გაიტანა და ინგლისს მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. მეორე ადგილი ვოზინია +29.4 მილიონი გამომწერი. ტურნირის ყველაზე შთამბეჭდავი სოციალური მედიის ზრდა სწორედ კაბო-ვერდეს მეკარე მაჩვენა. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ვოზინიას ინსტაგრამზე მხოლოდ დაახლოებით 30,000 გამომწერი ჰყავდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ესპანეთთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში 7 სეივი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მხოლოდ 48 საათში მისმა გამომწერების რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. შემდეგ კი კაბო-ვერდემ ისტორიაში პირველად პლეი-ოფში გასვლა მოახერხა და ვოზინიას პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოოდ მისმა ანგარიშმა 29.4 მილიონი ახალი გამომწერი მოიპოვა. ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს თუ როგორ შეუძლია ერთ დიდ ტურნირს სპორტსმენის ციფრული კარიერა სრულად შეცვალოს. ვოზინია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში საერთოდ არ ფიგურირებდა. თუმცა ახლა მისი ახალი მრავალმილიონიანი აუდიტორია შესაძლოა იმაზე გაცილებით ძვირფასი აღმოჩნდეს, ვიდრე მისი წინა კლუბიდან მიღებული ხელფასი. პირველი ადგილი ერლინგ ჰოლანდი +22.1 მილიონი გამომწერი. ჰოლანდის ინსტაგრამის აუდიტორია მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ტურნირის დაწყებამდე მას 40.6 მილიონი გამომწერი ჰყავდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 72.7 მილიონამდე გაიზარდა. ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 28 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ჰოლანდმა, როგორც გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა და საუკეთესო ბომბარდირმა, მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. სპორტიკოს მონაცემებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში მან 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელებს შორის მეოთხე საუკეთესო შედეგია. მანჩესტერ სიტის თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს, რაც ბრენდებისთვის მას კიდევ უფრო მიმზიდველ პარტნიორად აქცევს.